ქართველმა იუთუბერებმა 2024 წელს გააკეთეს ერთი და იგივე განცხადებები, რომ გმობდნენ რუსულ კლონს, აი ამ იუთუბერებმა და ამათ გარდა კიდევ ბევრი იყო იმ ვიდეოში რა. რამოდენიმე მათგანს მეც გულწრფელად გეტყვით ვუყურებ, რა თქმა უნდა ვუყურებ. ხო და ახლა მოგმართოთ ამ იუთუბერებს განსაკუთრებით, ვინც ერთხელ უკვე კონკრეტულად გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება. ამოიღეთ ხმა, ქვეყანას გვიყიდიან. პაკისტანელებით, ინდოელებით, არაბებით, რუსებით, უკრაინელებით, რავი, ყველა მხრიდან აქ ჩამოდიან და სახლდებიან, აქ მკვიდრდებიან. ქართულ მიწას ყიდულობენ. და გააკეთეთ ერთი განცხადება, რომ ქართული მიწა არის ხვისდებოდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე, ხო შეგიძლიათ. რა დამიჯერეთ ძალიან დიდი ძალა, იმიტომ რომ თქვენს უამრავი თქვენი მსმენელი არის. ხო და ამ თქვენს მსმენელს ეხლა ვინც მეც მიყურებს, გთხოვთ რომ უბრალოდ მიატაგოთ ან გადაუზიოთ რომ მსგავსი განცხადებები გააკეთონ. და არავინ არ თქვას, რომ არანაირი პრობლემა არ არის სხვა ქვეყნის წარმომადგენლების საქართველოში. და ესეთი საქართველო გსურთ რომელიმე თქვენ გას. საქართველო ქართველების გარეშე მე პირადად არ წარმომიდგენია. ამიტომაც მოგმართავთ ყველა იუთუბერს, თუნდაც ტიკტოკერებს, ყველა ცნობად სახეს ამოიღეთ ხმა და განაცხადეთ, რომ საქართველოში ქართული მიწა არ გასხვისდეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და ჩაიკეტოს საზღვრები დროებით მაინც, გადავჯიშდებით. და მე პირადად საქართველო ქართველი ხალხის და ქართული გენის გარეშე არ წარმომიდგენე და არც მინდა. ამიტომაც მოგმართავთ იუთუბერებს, ხმა ამოიღეთ. მე პირადად მზღუდავენ. მზღუდავენ კი არა გვერდებს მიშლიან. აი ხა ეს არის Facebook-ზე ისეთ იმიტომ დავსკრინე რომ მეგობარს გაუგზავნე იმედი მაქვს მეთქი მიაღწევს ჩემი სათქმელი უფრო მეტ ადამიანთან მეთქი. აი ქვემო წერი 257,000 ნახვაზე მეტი მქონდა მარტო მოწოდებაზე. ამავე მოწოდების მსვლელობაზე პირდაპირ ეთერზე 160,000 ადამიანზე მეტი ნახველი ყავდა. და არა რა ვიდეოს წაშლა გადაობთ. პირდაპირ გვერდი წამიშალეს, ხალხო, პირდაპირ გვერდი წამიშალეს. ამიტომაც მინდა რომ მაქსიმალურად გააზიაროთ ჩემი ყველა დადებული ვიდეო. მოწოდება, შთაგონება, არ ვიცი რა, ყველანაირად ვცდილობ რომ ვილაპარაკო, დავიხარჯო, სიმართლე ვთქვა და ყველგან სადაც ვნახულობთ, ხო იცით რომ სამართლიანს ვნახულობთ. და ჩემი პირობაც ეგ არის, სადაც უნდა ვნახოთ სამართლიანი ვიქნები. ამიტომაც მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ვიდეო. და მოგმართავთ ისევ თქვენ იუთუბერებს და არა მარტო ამ იუთუბერებს, კიდევ ბევრს. ამოიღეთ ხმა და თქვით, რომ საქართველოში ქართული მიწები არ გასხვისდეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელზე. არც ნაცი ვარ, არც ქოცი ვარ, მაგრამ ზუსტად გეტყვით, რომ ნაცებიც და ქოცებიც წლებია ამას ცდილობენ, რომ საქართველო ქართველების გარეშე დატოვონ. ხელოვნურად გვიქმნიან იმ პირობებს, რომ რამოდენიმე მილიონი ემიგრანტი გვყავდეს, დაიცალა ჩვენი ქვეყანა. და ქართველების ჩანაცვლება მიმდინარეობს პირდაპირ მნიშვნელობით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებით. ანუ ქართველებს ყველა პირობას გვიქმნიან, რომ აქ არ ვიცხოვროთ. და მათ ყველა პირობას უქმნიან, რომ აქ დასახლდნენ. ამიტომაც ამოიღეთ ხმა. და დანარჩენი კიდევ ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ჩემი თხოვნა არის გამომიწეროთ YouTube-ზე. აი ასე მაწერია YouTube-ზე, ქართულად მხედროთ თემა ბოკელავაძე რა. გამომიწე და ზარის გრაკიც გაიაქტიურეთ, იმიტომ რომ არ მინდა არც თქვენი ლაიქები, არც კომენტარები არ მინდა. უბრალოდ გამომიწერეთ, რომ თქვენამდე შევძლო. სიმართლის მოტანა. მხოლოდ სიმართლის მოტანა, იმიტომ რომ არავის არ ვემსახურები, ჩემი ღმერთის, ჩემი ქვეყნის და ერის გარდა. და სხვა პრინციპში არც არავინ არ მაინტერესებს. მადლობა ყურადღებისთვის. ამ ვიდეოს გაზიარება არ დაგავიწყდეთ და გამომიწერეთ YouTube-ზე აუცილებლად.